პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. Ну, მოდი ჯერ ვთქვათ ოცნება რა მდგომარეობაშია და მე აქედან გამომდინარე ვთქვათ როგორ უნდა გავიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ოდირის დასკვნა, რომელიც 2 დღის წინ გამოქვეყნდა, იყო არჩევნების ნაწილში ამ ხელისუფლების საბოლოო განაჩენი. ანუ ოდირის დასკვნამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი, არ იყო არც სამართლიანი, ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, ხო? იმედის ეთერიდან და აი ამ ტრიბუნებიდან ტყუილზე, დღესაც სხვათა შორის ტყუილი თქვა, არჩევნებთან დაკავშირებით, ოდირმა ყველაფერს დანარჩენს რო თავი დავანებოთ, 2 მთავარი ინსტრუმენტი იყო, რითაც ეს არჩევნები გაყალბდა, ეს იყო სისტემური მუქარა ამომრჩეველზე და ზეწოლა, რასაც სუსი ახორციელებდა, აორგანიზებდა პერსონალურ მონაცემთა გამოყენებით, უკანონოდ გამოყენებით და მეორე ის, რომ არც ერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი ქვეყანაში არ იყო. ეს არის სხვათა შორის კავშირში აი ახალი არჩევნების დანიშვნასთან, რაზეც ახლა ეს ადამიანი ძალიან ბევრ ტყუილს ლაპარაკობდა და ოდირმა მიუხედავად იმისა, რომ მას აქვს საკმაოდ მოძველებული მეთოდოლოგია და ოდირს როგორც წესი ბოჭავს ხოლმე ეს ბიუროკრატიული ბარიერები, გადალახა ეს, იმდენად კარგად იმუშავეს ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, იმდენად კარგად იმუშავეს პარტიებმა, ყველამ ვინც არჩევნებზე მუშაობდა, რომ ორივე აი ეს საკითხი ჩააბეტონა ოდირმა აი ამ დასკვნაში. და პირდაპირ თქვა, რომ აი ამ ყველაფერს სხვა საკითხებთან ერთად, იქ ფარულობის დარღვევასთან ერთად, იქ მოსყიდვებთან ერთად და ასე შემდეგ, მე დღეს ძალიან მკაფიო ფორმულირება უკვე ძალიან მკაფიო ფორმულირებები აქვს ოდირს ამ დასკვნაში, თუ ჩვენ შევადარებთ მაგალითად 2020-ის დასკვნას და ზოგადად საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ დასკვნებს. აი ერთი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, პირველი შემთხვევაა, როდესაც ოდირი თავის დასკვნაში ამბობს, რომ შიშის გარეშე შურისძიების დასჯის შიშის გარეშე ადამიანებს არ შეეძლოთ ხმის მიცემა. ეს ხო არ არის მოგონილი შავით თეთრზე წერია. ეხლა ესენი როგორ წარმოაჩენენ ამ დასკვნას, ხო? აი ჩამოდგნენ ბრიფინგებზე და დასკვნის პირველი აბზაცის პირველი წინადადება სიღებენ პოზიტიურ ნაწილს და მერე იმას 10 წინადადება რომ მოსდევს მიწასთან რო არის გასწორებული ყველა მიმართულებით ოცნება თავისი ინსტიტუტებით, ამას აღარ უკითხავენ ხალხს, მაგრამ ეხლა ესე ხო არ ბნელა, ხო? წერა-კითხვა ვიცით, ვკითხულობთ, ქართულადაც იდება ეს დასკვნა დღე-დღეზე დაიზრდება და საზოგადოება ნახავს, ხო, რასთან გვაქვს საქმე. ანუ ოდირმა თქვა, რომ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი და როდესაც ქვეყანაში არ ტარდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ოდირი ვერ იტყოდა ლეგიტიმურობა, არალეგიტიმურობას, ეს არ არის ოდირის საქმე. ოდირი ვერც არალეგიტიმურ ხელისუფლებას უწოდებს, აი, რომ გამოვიდა გუშინ არალეგიტიმური პაპუაშვილი და გვაღიარებსო ჩვენო ოდირი, არ არის ეს ოდირის საქმე. ოდირი აფასებს არჩევნებს, წინასაარჩევნო პერიოდს, არჩევნების დღეს და პოსტსაარჩევნო პერიოდს, რამდენად არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების დაცვასთან მაგალითად. აღარც იმ სიტყვებს იყენებს თავისუფალი და სამართლიანი, თუმცა რას ფიქრობს თავისუფალ და სამართლიან? ხო, რატომ მივიდა ამ დასკვნამდე? ამას აღწერს 53 გვერდში. და პროცენტებში აღწერს, რომ აი 24%-ში მაგალითად ფარულობა იყო დარღვეული იქიდან, სადაც ჩვენ ამას დავესწარით. აი პირველად იყენებს ოდირი მაგალითად ესეთი რამე საქართველოსთან მიმართებით არ ყოფილა, ხო? პირველად უწოდებს საარჩევნო დარღვევებს ფაქტებს. განა რაღაცა ბრალდებებს, აი როგორც 2020-ის დასკვნაში საუბრობდა, თვითონაც რო ეჭვიეპარებოდა. ფაქტებს უწოდებს, ანუ მიიჩნევს, რომ ესენი ჩადენილია და მტკიცებულებებით დასტურდება. ამიტომ ამბობ, რომ ეს იყო მათთვის განაჩენი. მათ იციან ამას რა მოყვება, რატო იყო მნიშვნელოვანი ოდირის ეს დასკვნა. ამას ახლა მოყვება პოლიტიკური შეფასებები და მოყვა კიდეც. მე იმიტომ ამბობ, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად. კარგად მიდის ყველაფერი. ქვეყნისთვის, ხალხისთვის პროტესტი ძალიან კარგად ვითარდება, სანქციაზე მოდის და უფრო მეტი ევროპული ქვეყანა არ აღიარებს ამათ ლეგიტიმაციას და ოდირმა შეასრულა ამაში მნიშვნელოვანი როლი და მომდევნო დღეების განმავლობაში ეს უფრო მეტად გამოჩნდება. აი რატო? მე ვიყავი დაახლოებით 1 თვის წინ ბრიუსელში და იქ სხვადასხვა პარტნიორებს რო შევხვდით, ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ევროპის დედაქალაქებში ელოდებოდა ოდირის დასკვნას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ EUTOS წევრი ქვეყანა და ნუ განსაზღვრელია ეს დასკვნა მათთვის, ხო, ესენი ამბობდნენ, რომ იცით რა, არალეგიტიმურია ეს არჩევნები, ჩვენ გვჯერა რომ გაყალბდა, ვნახეთ მტკიცებულებები, მაგრამ დაველოდებით ოდირს და შემდგომ გავაკეთებთ განცხადებას. ეს ოცნებაში ძალიან კარგად იციან. და აი დაუკვირდით უბრალოდ დღევანდელი, გუშინწინდელი განცხადებები დაიწყო შვედეთით, ფინეთი მიყვა, ესტონეთი მიყვა, გერმანია მიყვა, ხო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან ტრამპის ადმინისტრაციიდან, აი ტრამპის იმედზე რო არიან, როგორც ოდირის იმედზე იყვნენ და ჩამოენგრათ ეს პროპაგანდა თავზე. ისე არიან ახლა ტრამპის იმედზე, აი რაღაცა მოჩვენებითად არ ვიცი თავს იმშვიდებენ ალბათ და ესეც ესე ინაუგურაციამდე ენგრევათ თავზე. მაგრამ ამასთან სდევს პლუს სანქციები, მათ შორის მაგნიტსკის სანქციები არ დაგვა. აი ნახოთ ახლა რა პასუხი აქვს ამ ყველაფერზე ქართულ ოცნებას. თავისებურად თარგმნის ამ დასკვნას, რა წერია და რა არ წერია
ეს ალკე საკითხია, თუმცა საკუთარ ამომრჩეველს მაინც ხომ აგულიანებს ან შიდა აუდიტორიისთვის ამბობს, რომ ეს რაღაც კონკურენტულობა დაადასტურა, რომ ეუთოდირმა პირიქით წერტილი დაუსვა ყველა იმ ბრალდებას, რაც ამ დრომდე მასზე ჰქონდათ. გამაგრძელებს სანქციებზე, აქვს საკუთარი პასუხიც, დასანქცირებულებს პირიქით აწინაურებს, აგულიანებს, რომ დაგიკომპენსირებთ, რასაც დაკარგავთ შეერთებულ შტატებში და რაღაც გლობალური ომის პარტია შეცვალეს Deep State-ის ტერმინით. და არ ეტყობათ ამ ეტაპზე, ოღონდ ეს გულწრფელად ეს დაკვირვებაც მათ შორის არის ჩემი, თუნდაც პარლამენტში ან ირაკლი კობახიძესთან, ვხედავ, რომ ისინი შეიძლება თავს იმშვიდებენ, მაგრამ არ ეტყობათ, რომ ეს ყველაფერი, ეს საერთო ფონი მათ უკან ახერხებს. და მე მაქვს კითხვა, რა დაახევინებს მათ უკან? ხო, ეხლა ნახეთ, მათ მე იქ ყოფილ ვარ, მე მიმუშავია სახელმწიფო სტრუქტურებში, მე ძალიან კარგად ვიცი. მთავრობა როგორ მუშაობს, პარლამენტი როგორ მუშაობს, სამინისტროები, ძალოვანი უწყებები როგორ მუშაობენ, მერწმუნეთ. ეს არ არის სიმშვიდე, ნამდვილი სიმშვიდე, რასაც ისინი აი ამ ბრიფინგებიდან ასხივებენ. ეს არის აი არაფერი. კობახიძეს უბრალოდ ივანიშვილი ეუბნება და რომ გადიეხლა და ისე დადექი მაგ ბრიფინგზე, პაპუაშვილს ეუბნება, რომ გადიეხლა და ისე დადექი მაგ ბრიფინგზე, რომ არ შეგეტყოს, რომ ცუდად არის ჩვენი საქმე და რეალურად ძალიან ცუდად არის მათი საქმე. აი ეს ჯილდოები, რაც თქვენ ახსენეთ, ხო, რაღაცა წახალისებები, ანუ წამებლები ჩვენი ჯიბეებიდან, ანუ ხალხი, რომელსაც ქუჩაში აწამებენ და ცემენ და ციხეში სხედან იმ ადამიანების ჯიბიდან რომ უნდა დააფინანსონ თურმე. რაღაცა ღირსების ორდენები რო ჩამოურიგეს. ეს ყველაფერი არის ამ შიდა ტურბულენტობის გამოძახილი, ძალიან მძიმე ვითარება არის შიგნით სტრუქტურებში. პირველად ხდება ქვეყნის ისტორიაში, როდესაც მაგნიცკის სანქციებით ასანქცირებენ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც იმავდროულად არის უსაფრთხოების საბჭოს დივანი, ხო? ეს ხო არ არის პატარა ამბავი, ანუ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში, ეკონომიკური კრიზისი იწყება და უსაფრთხოების კრიზისი კიდე მოდის აგერ რამოდენიმე თვეში დაიწყება და ნუ ამასობაში ქვეყანას ყავს სახელმწიფო, რომელსაც, ანუ ქვეყანას ყავს ხელისუფლება არალეგიტიმური, რომელზეც ჩვენი დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ ესენი არიან მწამებლები. ამიტომ არ არსებობს, ეს არის მოჩვენებითი, თუ ვინმეს ეჩვენება, რომ ეს არის სიმშვიდე, ეს ყველაფერი არის მოჩვენებითი, იმიტომ რომ უმძიმესია მაგნიცკის სანქციები. ძალიან კარგად წაიკითხეს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ აი ნახეთ, სულ რო იძახდნენ, რომ ნაცმოძრაობაზე რომ წამებლები და აი 9 წლიანი სისხლიანი რეჟიმი და ხო გაფორმდა ის ხელისუფლება მწამებელ ხელისუფლებად, ხო? ციხეში მომხდარი მწამებების გამო, ხო? აი რასაც ორგანიზებული სისტემური ხასიათი ჰქონდა. ესენიც გაფორმდნენ უკვე მწამებელ ხელისუფლებად. ნუ ზედ აღარ ვამბობ, რომ უარესები არიან და იქ საგარეო კურსის ცვლილება დაუმატეს და ასე შემდეგ, მაგრამ მაგნიცკის სანქციებმა ესენი მწამებლებად გააფორმა. პლუს ამას სისტემის შიგნით ადამიანებმა იგრძნეს, რატო არის ამათი საქმე ცუდად. ივანიშვილი რო პირდებოდა, გომელაური რო პირდებოდა, გაბიტაშვილი რო პირდებოდა, იქ ანტიკორუფციულში რო პირდებოდნენ, იქ მუნიციპალიტეტებში, აი თქვენ არ ინერვიულოთ, ტრამპი მოვა ეხლა და ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულოთ, ესენი ვერ გაბედავენ, არ არიან ესენი სანქციების დამწესებლები. და რას ხედავთ, მარტო სავიზო სანქციები კი არა. ფინანსურ სანქციებს პლუს მაგნიცკის სანქციები და ამ ხალხმა იგრძნო, რომ აღარ არიან ხელშეუხებლები. ეხლა რა ჩამოშლის სისტემა? აი სისტემის ჩამოშლა, რაც განაპირობებს თქვენი აზრით, აუცილებლად სისტემა უკვე მოშლილია და მნიშვნელოვნად არის შერყეული და ორი მიზეზია ამის. პირველი ის, რომ ეს არის უწყვეტი პროტესტი, თითქმის ერთთვიანი პროტესტი, ხო, 25 დღეა დღეს უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტის და ეს არ ჩერდება, ვხედავთ, ადამიანების არამარტო რაოდენობა იზრდება, სულ უფრო და უფრო მეტად, არამედ პროტესტი სრულიად განსხვავებულ სახეს იძენს. ხო, აი ხა გუში რაც ვნახეთ, საქართველოს შევა ალბათ ისტორიაში მე დარწმუნებული ვარ, აი სახელმძღვანელოებში დაწერენ დიქტატურა ქვეყანაში, როგორ დაამარცხეს ქართველებმა ცეკვით და სიმღერით და სილაღით. აი ის რაც ახლა რუსთაველის გამზირზე ხდება. ჩვენ უნდა ოცნების ამომრჩევლებსაც დაუძახოთ. იქ უნდა მოვიპატიჟოთ, ამ ხალხსაც უნდა ველაპარაკოთ. ეს ხალხი რო ატყუებს, ახლა ზოგი მართლა მსხვერპლია. ზოგი რაღაცაში ფულს იღებს, ზოგს რაღაცა ფინანსური ინტერესი აქვს, ზოგს კამის ინტერესი აქვს, მაგრამ არის ხალხი, ვინც არის პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ამ ხალხსაც უნდა ველაპარაკოთ და ამ ხალხსაც უნდა გავაგებინოთ, რომ სრულიად სხვა რეალობაა, ვიდრე ის, რასაც თქვენ გიჩვენებენ. ანუ ერთი ხალხის წნეხი და ეს უნდა გაგრძელდეს, მანამ სანამ ყველა პატიმარი გარეთ არ იქნება. აი, გუშინ ძალიან სასიხარულო დღე იყო და ერთგვარად ძალიან სევდიანი, იმიტომ რომ ის ადამიანები, რომლებიც ციხეში სხედან, ნაწამები ნაცემი 30-მდე ადამიანია თუ მეტი არა, სისხლის სამართლის წესით, ვისაც 9 წლიანი, 10 წლიანი პატიმრობა ამ ხალხს ემუქრება, რეჟიმის
პატიმრები აბსოლუტურად უდანაშაულოდ იმ ხალხს უნდა გუშინ ის სიხარული გაეზიარებინა. ერთი კითხვა. ეს ხალხი უნდა იყოს გარეთ და მეორე საერთაშორისო წნეხი. აი ამბობთ რომ მზარდია. კი ბატონო, აი ამბობთ რომ ძიმე მდგომარეობა აქვს შიგნით, რომ სისტემა არის მორყეული, მაგრამ სიმშვიდეს ჯერჯერობით რაღაცნაირად ცდილობენ რომ აჩვენონ მოჩვენებითი, კი ბატონო, მაგრამ ხედავთ რომ არ ჩანს ეს გარედან მაინც რაღაცნაირად რაღაცას ეყრდნობა ივანიშვილი, გამომდინარე იქიდან რომ მას როცა სთავაზობენ რომ სხვა გზა არ გაქვს ახალი არჩევნების გარდა და მზად ვარ შეგხვდე, მეორე დღეს პასუხად ემუქრება დაჭერით. რას ეყრდნობა, რა არის ახლა, რაც რაღაცნაირად ივანიშვილს უქმნის განცდას, რომ თუ ცოტას ვაცდი, გადავაგორებ რა. მე არ მგონია რომ ივანიშვილს რაიმე რესურსი აქვს დარჩენილი, სიმართლე გითხრათ, არ ვამბობ ხა რაღაცა დასამშვიდებლად ამას. ეს სიმშვიდე ხა ჩვენ ამ ხალხს ვიცნობთ და თუ რაღაცა კობახიძე არიგინება და ჟურნალისტებს არ ლანძღავს იმაზე ბრიფინგზე 1000-ში ერთხელ, ხო, მისი რაღაცა ეს არაადეკვატური სიგიჟეებიც გვინახავს, ეს არ ნიშნავს, რომ შვიდად არიან, უბრალოდ ეს რაღაცა დაყენებული სახეებით გამოდიან, რეალურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, იმიტომ რომ ვის და კობახიძეს და პაპუაშვილს ძალიან კარგად ესმით ოდირის დასკვნაში დაწერია და ძალიან კარგად იციან მაგნიტსკის სანქციები და ფინანსური ბრიტანეთის სანქციები რას ნიშნავს. ძალიან კარგად იციან პირველად პროპაგანდის უმთავრესია ეს მანქანა, რომელიც იმედის სახით აქვს მიზანში რომ ამოიღეს თემთა პალატაში ბრიტანეთის ძალიან კარგად იციან ეს რას ნიშნავს, რომ აი სვეტები, რაზეც მათი ძალაუფლება დგას, ეს ყველაფერი იყევა. მე არ მგონია რომ რაღაცა ივანიშვილს აი უფრო იცით რა არის, ალბათ რაღაცა ილუზიები აქვს, ილუზიებს დავარქმევდი და არა რაღაცა რეალურ იმედებს მისას, ილუზიები აქვს ალბათ, რომ აი რაღაცას ივაჭრებს და რაც უფრო მეტ ადამიანს დააპატიმრებს, იქ რაღაცა მძევლად აიყვანს, აქედან უფრო სუფთად გამოძვრება და სხვათა შორის არის დღევანდელი ბრიფინგიც კობახიძის, მე ესე დავინახე, აი რაღაცნაირად ტყუილებს ამბობდა იქაც, რომ აი სამართლებრივი საფუძველი არ არისო, ახალი არჩევნებისო და ცდილობდა სიტუაცია წაეყვანა რიგარეში არჩევნებისკენ. ეხა რიგარეში არჩევნები თუ მათთვის შეიძლება იყოს ყველაზე ისეთი უსაფრთხო გასასვლელი, იმიტომ რომ გარკვეულწილად მათ გონიათ ასე, რომ აი თუ რიგარეში არჩევნები ჩატარდება, რაღაცნაირად მათი ლეგიტიმაციის აღიარება მოხდება, მაგრამ ეს ესე ვერ იქნება. მათ მოუწევთ ახალი არჩევნების ჩატარება. ტყუილია, ანუ რეალურად ჩვენ რაღაცა კონსტიტუციურ ჩარჩოებში აღარ ვიმყოფებით, ესეც უნდა გვესმოდეს. არავის ამისი არ ჯერა. არის ივანიშვილი, მას აქვს აი ეს კონსტიტუციური ორგანოები, გადადგამს, გადმოდგამს. აი ისე დანიშნავს ხელახალ არჩევნებს საერთაშორისო და შიდა ხალხის წნეხით, როგორც დაგიბარებიათ. არაფერი კონსტიტუციურ ჩარჩოებში ახლა აღარ არის. ხო არ ვიცი, ალბათ ფიქრობს, რომ აქედან რაღაცნაირად ყველაზე ნაკლები ხო დანაკარგებით გამოვიდეს ტრამპზე. ჩემი აზრით, მათ საერთოდ არ ესმით ამერიკის საგარეო პოლიტიკა. მათ არ ესმით, რომ მარტო ტრამპი არ არის ამერიკა, ეს არის კონგრესი, ეს არის სენატი, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, გონიათ, რომ იქაც ესეა. აი როგორც ივანიშვილი მართავს ქვეყანას, იქაც გონიათ, რომ ალბათ არ ვიცი, ესე იმართება. ტრამპი რასაც ხელახალი არჩევნები იქნება გარდაუვალი. გარდაუვალი იქნება ხელახალი არჩევნები. მე არ ვიცი, ახლა მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთ თვეში იქნება, ორ თვეში იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მალე იყოს და გარემო შევქმნათ შესაბამის. ეხლა ჩვენ თუ ვიტყვით, რომ მოდი იგივე გარემოში ჩავატაროთ ეს არჩევნები, თავის მოტყუებაა, ხო? კი ბატონო, აი ორივეზე მაქვს კითხვა, როგორ გარემოშიც და თვითონ ხელახალ არჩევნებს. ეს რომ დაინიშნოს, ამას სჭირდება მოლაპარაკება ალბათ, ხო? ანუ რაღაც შეთანხმება არის საჭირო. საბოლოოდ ივანიშვილის ვინმესთან შეხვედრა არის საჭირო. თქვენ წარმოგიდგენიათ ეს ასეთი პროცესი? მე შეხვედრები. აი მაგალითად შეიძლება სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ალბათ ლეგიტიმურად წარმოადგენს მთელს ამ მხარეს, პოლიტიკოსებზე მეტად, ანუ პარტიებზე მეტად სალომე ზურაბიშვილს ხალხის უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს, ასე ჩანს. არ ვიცი თუ კი გრძნობთ სალომესა და ივანიშვილს შორის შეიძლება ასეთი საუბარი შედგეს. ხო, პრეზიდენტის მხარდაჭერა იგრძნობა, რა თქმა უნდა და ჩვენი სრული მხარდაჭერაც აქვს აი მნიშვნელოვან საქმეში, რასაც ის აკეთებს, ხალხის მხარდაჭერას რო თავი დავანებოთ. ეხლა რაც შეეხება ამ საკითხს, ჩემი აზრით, ეხლა ოცნებამ იმდენჯერ მოატყუა ხალხი, იმდენჯერ მოატყუა პარტნიორები, რომ აღარ შეიძლება უბრალოდ მათ ხო ჩვენ სიტყვაზე ვერ ვენდობით. სანამ აი როგორც შემდგარი ფაქტი მაგიდაზე არ დაიდება მინიმუმ ორი რამ. პირველი, უკლებლივ ყველა ადამიანი დაკავებული, განა ერთი, განა მერე მეორე, იქ რაღაც ერთ პოლიტიკოს გამოუშვებენ და ბედნიერები და კმაყოფილები უნდა ვიყოთ? არა. ყველას თავისუფლება მნიშვნელოვანია, მაგრამ არავის თავისუფლებას არ აქვს ფასი, თუ ერთი ადამიანი მაინც უსამართლოდ დაკავებული დარჩება ციხეში. ჯერ ფაქტი უნდა დადონ, მარტივად შეუძლიათ აიღოს ტელეფონი ჩინჩალაძე მურუსიძეს დაურეკოს, იქ კლანის
მოსამართლეები ვინც არიან, მოსამართლეს თავის ინიციატივით შეუძლია პატიმრობა გადასინჯოს და ხალხი გამოუშვას გარეთ. აიღოს ტელეფონი გაბიტაშვილს გადაურეკოს გენერალურ პროკურორს და გამოუშვან ხალხი გარეთ, დააყენებინონ შუამდგომლობები და მეორე საკითხი. დადონ თარიღი, თქვან რომ ჩვენ ვატარებთ, იქნება რიგარეში არჩევნები აი ამ და ამ რიცხვში. ბოდიში ახალი არჩევნები ამ და ამ რიცხვში. სანამ ეს არ იქნება მოცემულობა, მე არ მგონია რომ ნორმალურია და ადეკვატურია ამ ხალხთან რაიმეზე საუბარი და აი ეს რაღაცა დებატებზე რომ იყოს საუბარი და დისკუსიებზე, მე პირადად ამისი ძალიან წინააღმდეგი ვიყავი, იმიტომ რომ ჩვენ გვინახავს მათგან გადაგდებული უკაცრავად ჟარგონზე ხალხი, გადაგდებული საერთაშორისო პარტნიორები, ამისი რესურსი ახლა ქვეყანას აღარ აქვს. და სასწორზე გაცილებით დიდი რამე დევს. კი ბატონო, აი ბიძინა ივანიშვილს თუ კი რამ ანერვიულებს, მათ შორის შეიძლება ყველაზე ნაკლებად იყოს გარშემომყოფების დასანქცირება. ფიქრობთ ასე? ანუ თუ კი მის გარემოცვას წერტილოვნად დაასანქცირებს ამერიკა თუ ევროპა, მათ აგულიანებს იმისთვის, რომ სისტემა შეინარჩუნოს, ხვებსაც უთხრას, რომ აი ასე ვთქვათ, გადაგარჩენთ, ქვეყნის შიგნით გადაგარჩენთ, მაგრამ მისი დარდი შეიძლება იყოს ხარებას თუ დაასანქცირებს. იცით რა არის, მას რა თქმა უნდა მას რა უნდა? მას რა თქმა უნდა ყველაზე მეტად თქვენთვის რა სჭირდება ახლა ივანიშვილს? შეიძლება მასაც აქვს სჭირდება რომ შეეშვას ყველა, ხალხიც ოკეი იყოს და დასავლელი პარტნიორებიც იმ მართლობის სისტემაზე და დიქტატურა გვაქვს ვაღიაროთ, შევთანხმდეთ ამაზე, ხო? მე ვერიდებოდი ყოველთვის ამ ტერმინის გამოყენებას და ვერიდებოდი ყოველთვის რუსული რეჟიმის დარქმევას ამ ხელისუფლებისთვის. არჩევნების შემდეგ ეს მოცემულობა შეიცვალა. ამ ხალხმა არჩევნები რო გააყალბა, აქ თავისი აღარ არის. არაფერი აღარ არის, აი საერთოდ არაფერი კონსტიტუციურში. აი მე რო ახლა აქედან გავიდე და მცემონ ქუჩაში, ხო, აი თავს დამესხან ტელეკომპანია პირველის წინ. მე არ მაქვს იმედი რომ სადმე სამართალს ვიპოვი. არ არსებობს არაფერი. პოლიცია გადააქციეს, ასოცირდება პოლიცია ჩემ და სამწუხაროდ. მე არ ვიცი, რამდენი წელი დაჭირდება პოლიციის მიმართ ნდობის აღდგენას. გადააქციეს, ანუ ასოციაცია ხდება, რომ აი პოლიცია არის შეიარაღებული, ნიღბიანი, არაფორმალური რაღაცა ბანდფორმირება. ტრაგედიაა ეს. არ მექნება პროკურატურის იმედი, არ მაქვს სასამართლოს იმედი, აი ვისი არაფერი არ მუშაობს საერთოდ. რა თქმა უნდა, მას აღელვებს თავისი პირადი ფინანსური კეთილდღეობა და თავისი პირადი უსაფრთხოება. უნდა რომ არავინ არ შეეხოს, აი ესე ვიქნებით რა, დიქტატურა სამხრეთ კავკასიაში, არც ევროპა უნდა, არც ამერიკის შეერთებული შტატები უნდა, არც 2030-ში უნდა ევროკავშირი და საერთოდ არ უნდა ევროკავშირი, მაგრამ არ უნდა შეგვეშალოს ისიც, რომ ეს სანქციები გეგმაზომიერად მიდის. ვიღაცა ხარებას დასანქცირება და იქ მინისტრის და ჩემი აზრით მარტო მინისტრი არ უნდა გადაწყდეს ჯოხი, იმიტომ რომ ეს სისტემური წამება იყო ერთობლივი პროდუქტი, მოდი ესე ვთქვათ. შინაგან საქმეთა სამინისტროსი, პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კოკაკაციტაძე ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. სასამართლოში არსებული გავლენის ჯგუფის დასანქცირებული ამერიკის მიერ დასანქცირებული კორუმპირებული მოსამართლეების, ხო? ამიტომ ეს არის ეტაპობრივი მათი სანქცირება სისტემას რეალურად არ ყევს და ეს ივანიშვილისთვის თავის ტკივილია. ეხლა რა გონიათ, რატო ჩაატარა კობახიძემ ბრიფინგი. თუმცა სასაცილოა ესეც, ეხლა სისტემაში ვის ჯერა კობახიძის ღირსების, აი ხო წარმოგიდგენიათ, ეხლა თავისთავი გაჭირვებია ადამიანს, როდის მიადგება სანქციები კარზე თვითონ ელოდება წუთი-წუთზე და დღე-დღეზე. უნგრეთის იმედიც ვეღარ აქვს. აი ხა დღეს უყურებდი ოდირის შემადგენლობას, მისიის შემადგენლობას და ძირითად იმაში რა ქვია, გუნდში უნგრეთის არაერთი წარმომადგენელი იყო. ისინიც აწერენ ამ დასკვნას ხელს. ვერავის იმედზე ესენი ვეღარ არიან, რუსეთის იმედზეც ვეღარ არიან, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ ესეთი დასუსტებული, გაუბედურებული, მოშლილი, შერყეული სისტემა არ ჭირდება არც რუსეთს. და გეგმაზომიერად მიდის აბსოლუტურად ეს სანქციები, სისტემა ირყევა შიგნიდან. ამიტომ არის ეს რეპრესიული კანონები, რასაც იღებენ, გონიათ რომ სისტემას დაიჭერენ, თუ საჯარო მოხელეებზე მეტ წნეხს განახორციელებენ და დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები პოლიტიკური თანამდებობის პირებად აქციეს პრაქტიკულად, ანუ აღარ მოეთხოვებათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, მაგრამ ვერ დაიჭერენ. ამის თქმა მინდა. ეს არის ახლა ისტერიკა, ეს არის აგონია, როგორც პროცესი ვითარდება და როგორ გეგმაზომიერადაც სანქციების პროცესი მიდის, ვერ დაიჭერენ და ჩვენ ძალიან ესე გეგმაზომიერად მივალთ ახალ არჩევნებამდე. აი ახალი არჩევნები დაინიშნება, ვთქვათ, წარმოვიდგინოთ და ზურაბიშვილი ამბობს, რომ ამას სჭირდება მზადყოფნა, მზაობაც წინასწარ, რომ სამართლიანად ჩატარდეს. ეუთოოდირს აქვს თავისი რეკომენდაციები, კარგად რომ ჩატარდეს, რა უნდა გაკეთდეს და ეს გულისხმობს მათ შორის პოლიტიკურ ნებასაც, რომ ზეწოლა იყო შემცირებული და ასე შემდეგ და საერთოდ მოხსნილი და ასევე საკანონმდებლო ჩარჩოს მომზადებასაც, რაღაც კანონების გაწვევას ან ათასთვლილება
შეიძლება გახდეს საჭირო. პროცესი როგორ წარმოგიდგენიათ? იცით რა, პროცესზე ეხლა მიდის რაღაცა დეტალებზე, ასე ვთქვათ, მსჯელობა, არის ძალიან რამოდენიმე ვარიანტია მოკლედ რა, სცენარი, რომლითაც შეიძლება ეს ყველაფერი განვითარდეს, მაგრამ თავარი რა არის და ეს უკვე მე დეტალები პროცესში გამოჩნდება. თავარი რა არის? ოდირმა და აი მარტო ოდირსაც რო თავი დავანებო, ჩვენ ვიცით ეს არჩევნები როგორ გაყალბდა. რა ინსტრუმენტებითაც გაყალბდა იმათი აი მინიმალური ყველაზე დიდი გავლენა შედეგზე რამაც მოახდინა. ისინი თუ არ გამოვასწორეთ, ანუ ის წერტილები არ ამოვიღეთ მიზანში, აი ცესკო არ ამოვიღეთ მაგალითად მიზანში, ხო? ჩვენ ხო ვიცით ცესკო როგორ იყო დაკომპლექტებული, აი სქემებით დავდიოდით ეთერიდან ეთერში, ხო? აქტივისტები მთლიანად ოცნების, აიპებში, სიპებში დასაქმებული, ჩანერგილი, საჯარო სამსახურში ჩანერგილი ადამიანები. ეს თუ არ გამოვასწორეთ, ხო? აზრი არ ექნება ახალი არჩევნების. კალანდარიშვილით როგორ უნდა ჩავატაროთ ახალი არჩევნები? ეხლა პარლამენტში უნდა მოხდეს. არა, ნახეთ, ეხლა მარტივად საკითხი დგას ესე. კონსტიტუციურ ჩარჩოებში არაფერი აღარ ხდება. ქვეყანა არ იმართება კონსტიტუციით, ქვეყანა არ იმართება კანონებით. როდესაც ივანიშვილზე განხორციელდება, ეს წნეხი გაიზრდება, კიდევ უფრო მეტად, ძალიან მარტივად ის ეტყვის კალანდარიშვილს, როგორც დანიშნა, ისე გადადექი. ის ეტყვის კოკა კაციტაძეს, რომ როგორც დაინიშნა, ისე გადადექი. ის ეტყვის პერსონალურ თავად უნდა უზრუნველყოს ყველაფრის გამოსწორება. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ილუზია ახლა აქ რო იდგა და იტყუებოდა ეს თაღლითი, აი ჩვეულებრივი არალეგიტიმური, არაადეკვატური თაღლითი და ხალხს რო ატყუებდა, აღარ ვართ ჩვენ კანონის ჩარჩოებში, ვართ კანონის ჩარჩოების მიღმა. ეხლა ყველაფერს გადაწყვეტს წნეხი და ეს არ არის წმინდა სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამ პოლიტიკური პროცესის შედეგი უნდა იყოს ის, რომ ივანიშვილი, რომელიც აკონტროლებს ყველას და ყველაფერს, სასამართლოდან დაწყებული, ცესკოთი დამთავრებული, ნებას იბოძებს და კუთხეში მიყენებული უზრუნველყოფს ახალი არჩევნების დანიშვნასაც და ჩატარებასაც. რა თქმა უნდა პოლიტიკური კონსენსუსი და ცესკოს თავმჯდომარე ვეღარ იქნება ოცნების პროდუქტი. ხო, არც მხოლოდ ოპოზიციის პროდუქტი. აი, ეხლა ბოლოს გკითხავთ, ესე იგი ბიძინა ივანიშვილმა თუ გადაწყვიტა ახალი არჩევნები, ამასთან ერთად ყველაფერი თვითონ უნდა გამოასწოროს. და არა, ბიძინა ივანიშვილი უნდა დათმოს ყველაფერი. არა, ოცნებამ უნდა პროკურატურაც სუსით და ასე შემდეგ. არა, ნახეთ, ეხლა აქ ჩვენ მოდი ილუზიები არ გქონდეს იმის, რომ ხო, ჩვენ რა ტიპის ძალას ყველაფრის დათმობა. არა, მე ამაზე არ ვსაუბრობ, მოდი ასე ვთქვათ. ჩვენ რაღაცნაირად ჩვენ ხომათნაირები ვერ გავხდებით, ხო? უნდა ეხლა სასამართლო როგორ უნდა გამოასწორო 2 თვეში და 3 თვეში. ხო, წარმოუდგენელია. ჩვენ ვსაუბრობთ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა უნდა მოხდეს, პროკურატურის ფუნდამენტური რეფორმა უნდა მოხდეს. ხო, აი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნდამენტური რეფორმა უნდა მოხდეს 40-50,000 პოლიციელის, ხო? აქ საუბარია იმ მინიმალურ საზედამხედველო უწყებებზე, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მეტნაკლებად სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარება. მინიმალური წინაპირობების დაკმაყოფილებაზეა საუბარი, რაზეც საუბარია ოდირის ანგარიში, რაზეც საუბარია NDI-ის ანგარიში, ARA-ის ანგარიში, ჩვენი ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიში და ნუ რაც არის რეალისტური და არა რაღაცა ჩვენ კეთილი ვნახოთ. ილუზია არ გვაქვს. ნახოთ როგორ გაგრძელდება. მადლობა ნათია. ნათია მეზრუშვილი იყო ჩვენ გადაცემის სტუმარი, მე თქვენ დაგემშვიდობებით და მივესალმები სალომე სამადაშვილს.